ნასია, არ გინდა მითხრა რა ხდება? ხო, ასე რისთვის გამოეწყო? პაიმანი ხომ არ გაქვს? გოგოებო, თუ გეტყვით, უნდა დამპირდეთ, რომ არ მიყვირებს და არ ეცდებით, რომ გადამაფიქრებინოთ. ნასია, ნუ მაშინებ, მითხარი რა ხდება? ნასია, თქვი? მე და ზაკს პაიმანი გვაქვს. გთხოვთ არ იყვიროთ. რა? ხო, ტბაზე გვაქვს პაიმანი, იმიტომ რომ თქვენი კალათბურთელები ცუდად მოიქცნენ. იცი რა ნასია, მე ამის წინააღმდეგი ვარ. ხო, მეც. არ გესმის, მათ ჩვენთან საუბარი არ უნდათ. უცნაურები არიან. და როგორც გუნდის კაპიტანი მე გიკრძალავ მასთან პაიმანზე წასვლას. დიანა, სამწუხაროდ ეს ჩემი გადასაწყვეტია, ჩემი გადაწყვეტილება და შენ არ გეხება. ბოდიში. კარგი ნასია, წადი. დიანა, ჩერლიდერი აღარ უნდა იყოს. ღალატია. ნასია, იმედი მაქვს ტვინს ჩართავ და ზაკთან პაიმანზე არ წახვალ. გამარჯობა, ზაკ. გამარჯობა. ზაკ, ეს ადგილი რაც არჩიე, იდეალურია, საუკეთესო პაიმნის ადგილია. ეს შენთვისაა. მადლობა, გვირილები ჩემი ფავორიტია. ნასია, ვიცოდი რომ შენ მარდის ფერტფას მოუხდებოდა. აბა, ზაკ, სად მივდივართ? მოდი გავისეირნოთ, ერთ მაგარადგის გაჩვენებ. ნახე, მკვდარი ყვავილები მისცა. ხო, და ნასწია ბედნიერია გვირილებით. კიდევ უნდა გავაგზავნოთ ამათი ყურება? კნობა, რა თქმა უნდა, მარტო ვერ დავტოვებთ, აკოცებენ. თან ეგეც ზომბი გახდება, არ უნდა აკოცონ ერთმანეთს იცოდე. კარგი. არ უნდა აკოცონ, გასაგებია. ნახე, ახლა აპირებენ კოცნას, უნდა შევაჩეროთ. ზაკ, მიყვარხარ. ნასია, მეც მიყვარხარ.